მოგესალმებით, მე ვარ ანდრო ხეთერელი, წარმოვადგენ სოფლის მეურნეობის განვითარების ასოციაციას და ჩვენი ასოციაცია მერსიკოპსის პროგრამის უსაფრთხო ონლაინი, უსაფრთხოების ხელშეწყობა და ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში მხარდაჭერით ვაგრძელებთ ვიდეო პრეზენტაციების ციკლს და დღევანდელი პრეზენტაციის თემა არის პასუხები ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებზე სოფლის მეურნეობაში და გულისხმობ წლის მოცემულ პერიოდში, ანუ გაზაფხულზე ჩასატარებელ სამუშაოებთან და პრობლემებთან და გაზაფხულზე წარმოქმნილ პრობლემებთან დაკავშირებულ იმ კითხვებს, რაც ყველაზე ხშირად აინტერესებთ ფერმერებს. კითხვებთან დაკავშირებით ასევე შემიძლია გითხრათ, რომ ეს კითხვები სპეციალურად ამ პროექტის პარალელში არ არის შემუშავებული და არ ხავთ კონკრეტული ადრესატები. ეს არის კითხვები, რაც ჩვენ ამოვარჩიეთ ჩვენი სხვადასხვა თემატური პროექტებიდან, როდესაც ფერმერებთან გვაქვს ხოლმე კომუნიკაცია. თუმცა, რამდენიმე კითხვა ორგანიზაციის Facebook გვერდის შეტყობინებაშიც მივიღეთ უშუალოდ ამ პროექტის ანონსის შემდეგ და რაც შეეხება ახალ კითხვებს, რაც შეეხება სხვა კითხვებს, შეგახსენებთ, რომ ამ კონკრეტული პროექტის ფარგლებშიც, ანუ მერსიკოპსის პროგრამის ფარგლებშიც შეგიძლიათ ამ ვიდეოს ქვეშ დაწეროთ თქვენთვის საინტერესო კითხვები სასოფლო-სამეურნეო მცენარეების მოვლასთან დაკავშირებით და მომდევნო პრეზენტაციას თქვენი კითხვების მიხედვით გავაკეთებთ, ანუ შემდეგ პრეზენტაციაში მოცემული იქნება პასუხები თქვენს კითხვებზე, რომელთაც აქ დააკომენტარეთ. სანამ კითხვა-პასუხზე გადავალ, მინდა დავაფიქსირო, რომ ჩვენს მიერ გაცემული პასუხები ზოგიერთ შემთხვევაში მაინც ეფუძნება გარკვეულ ალბათობებს და აქედან გამომდინარე აუცილებელია, რომ კონკრეტულ შემთხვევებში, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება მცენარის დაავადებას ან ფიზიოლოგიურ დაზიანებას, ამ დროს საჭიროა, რომ ჩვენი პასუხი განიხილოთ როგორც ყველაზე დიდი ალბათობა და არა 100%-იანი დიაგნოზი. 100%-იანი დიაგნოზს რაც შეეხება, ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გინდება უშუალოდ სპეციალისტთან ადგილზე კონსულტაციის შედეგად. გადავალ პირდაპირ კითხვებზე და პირველი კითხვა არის ციცაკასთან დაკავშირებით და ეხება ციცაკის ფოთლების დეფორმაციას. ანუ ციცაკაზე ფოთლების დახვევა ყოველთვის შესაძლოა არ იყოს გამოწვეული მორწყვის უკმარისობით, არამედ შეიძლება სხვა მიზეზებმაც გამოიწვიოს ეს პრობლემა. ამ დროს პირველ რიგში აუცილებელია მცენარის დათვალიერება მავნებლებზე, კერძოდ ბუგრზე, რომელიც ახალგაზრდა ფოთლების ქვედა მხარეს სახლდება, იკვებება ფოთლის წვენით და შესაბამისად იწვევს ფოთლების დამახინჯებას. ასეთ შემთხვევაში ფოთლის ქვედა მხარეს უნდა დააკვირდეთ და შეამჩნევთ მცირე ზომის მწერებს, რომლებიც კოლონიებად ანუ ჯგუფებად არიან დასახლებული. ამ მავნებლის წინააღმდეგ ეფექტურია ინსექტიციდები, როგორიცაა მაგალითად კარატეზეონი ან მოსპილანი, ან სხვა ინსექტიციდები, რომლებიც სისტემურად ან კონტაქტურად ანადგურებენ ამ მავნებელს. და ასევე მინდა პესტიციდებთან დაკავშირებითაც თქვა, რომ თუ რომელიმე პრეზენტაციის ამ გვერდზე მოცემულ პესტიციდს იყიდით, გამოიყენეთ იმ დოზებით, რომელსაც გირჩევთ ადგილობრივი კონსულტანტი, ანუ ის პიროვნება, ვისგანაც იყიდით პრეპარატს. შესაბამისად, უპირატესობა მიანიჭეთ იმ დოზებს, რომელსაც გირჩევენ და არა იმ დოზებს, რაც პრეზენტაციის გვერდზე მაქვს მოცემული. ანუ ეს იმ შემთხვევაში, თუ მოხდა აცდენა კონსულტანტის მიერ ნათქვამ დოზას და აქ მოცემულ დოზას შორის. დაუბრუნდეთ კითხვას, იმ შემთხვევაში, თუ მავნებელი არ ფიქსირდება, ამ დროს ფოთლების დეფორმაციის მიზეზი შესაძლოა იყოს კალციუმის დეფიციტი ან აორთქლების დარღვევა, ანუ ტრანსპირაციის დარღვევა მაღალი ტემპერატურის გამო. კალციუმს რაც შეეხება, კალციუმი პასუხისმგებელია უჯრედის კედლების სიმტკიცეზე და ამიტომ კალციუმის ნაკლებობისას ახალი ფოთლები ვეღარ ვითარდება სიმეტრიულად, პროპორციულად და ხდება მათი დეფორმირება. და ამ შემთხვევაში, ანუ კალციუმის ნაკლებობის შემთხვევაში, პრობლემის მოსაგვარებლად საჭიროა ფოთლოვანი გამოკვება კალციუმის შემცველი პრეპარატებით. ასევე ზოგადად ამ პრობლემის არსებობის დროს ძალიან მნიშვნელოვანია მორწყვის რეჟიმის დარეგულირება და ნიადაგის მულჩირება, რათა მცენარეს ავაცილოთ ტენიანობის მკვეთრი რყევები და ამ მკვეთრი რყევების შედეგად გამოწვეული სტრესი. მაგრამ მხოლოდ წყლის დამატება ან მულჩირება პრობლემას ვერ გადაჭრის, თუ საქმე გვაქვს მავნებელთან ან კალციუმის დეფიციტთან და ამიტომ საჭიროა ამ ორი საკითხის გადამოწმება და შემდეგ შესაბამისად მოქმედება. გადავიდეთ შემდეგ შეკითხვაზე, ანუ კიტრი მარტო ყვავილებს იკეთებს, მაგრამ ნაყოფი საერთოდ არ უჩნდება, ყვავილი თავისით ცვივა და რისი ბრალია. ესე იგი, ეს პრობლემა ხშირად რამდენიმე მიზეზით არის გამოწვეული, ანუ პირველ რიგში უნდა გავარჩიოთ, თუ რა ტიპის თესლია გამოყენებული, თუ გამოყენებულია ისეთი ჯიში, რომელიც საჭიროებს ფუტკრით დამტვერვას და ამავე დროს მცენარე დახურულ სივრცეშია, ან ისეთ გარემოშია, სადაც დამამტვერებელი მწერები არ არიან, ან მათი ნაკლებობაა, ასეთ შემთხვევაში ნაყოფი ვერ გამოინასკვება. ასევე საწყის ეტაპზე მცენარე ხშირად ევითარებს მარტო მამრობით ყვავილებს, რაც კიტრისთვის დამახასიათებელია, კიტრისთვის ნორმაა, თუმცა ზოგადად ყვავილების მასობრივი ცვენა და ასევე მდედრობითი ყვავილების არარსებობა უკვე მიანიშნებს რაღაც დარღვევაზე, ანუ რომ შევაჯამო, ამ პრობლემის პირველი გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს დამტვერვის არარსებობა,
პრობლემის გამომწვევი მეორე მიზეზი შეიძლება იყოს აზოტოვანი სასუქების ჭარბი გამოყენება. ამ შემთხვევაში, ასეთ შემთხვევაში, როდესაც აზოტის გამოყენებაშია პრობლემა, საჭიროა ბალანსის აღდგენა და ბალანსის აღსადგენად აუცილებელია ფოსფორის და კალიუმის წილის გაზრდა გამოკვებაში, რისთვისაც ეფექტურია კალიუმის, მაგალითად კალიუმის მონოფოსფატი. და მესამე მიზეზი, რამაც შეიძლება გამოიწვიოს ყვავილობის პრობლემა, არის სიცხე და ცივი წყლით მორწვა. ანუ, როდესაც ცხელი ამინდია და მორწვა ხდება განსაკუთრებით ცივი წყლით, ამ დროს მცენარე იღებს შოკს და ფერხდება ყვავილობის პროცესი. ამიტომ მორწვა ყოველთვის საჭიროა დილის ან საღამოს საათებში. ასევე ზოგადად დამტვერვის ხარისხის გასაუმჯობესებლად და ყვავილების დაცვენის შესაჩერებლად შესაძლებელია ბორის შემცველი პრეპარატების გამოყენება, მაგალითად ბოროპლუსის გამოყენება ან სხვა პრეპარატების გამოყენება, რომლებიც ხელს უწყობს ნასკვის შენარჩუნებას და შემდეგ უკვე ნაყოფის განვითარებას. მომდევნო კითხვა ეხება პომიდორს, ანუ გადარგვის შემდეგ 2-3 დღეში პომიდორის შითილები გათეთრდა და ფოთლები გამოუშრა, ზემდაწვა თუ სხვა რამე დაავადება სჭირს. ანუ აღწერილი სიმპტომატიკა თითქმის ყოველთვის მიუთითებს არა იმდენად დაავადებაზე, რამდენადაც ეგრეთ წოდებულ მზით დამწვრობაზე, მით უმეტეს თუ გადარგვიდან მალევე წარმოიქმნა ეს სიმპტომი და ამ დროს პრობლემის არსი იმაში მდგომარეობს, რომ დახურულ სივრცეში ან სათბურში გამოყვანილი მცენარე არ არის მიჩვეული მზის პირდაპირ გამოსხივებას. და შესაბამისად გადარგვისთანავე გაუცველი ფოთლები ზიანდებიან, ანუ მათი ქლოროფილი იშლება და ფოთლის ქსოვილი ხდება გამჭვირვალე ან თეთრი, რასაც შემდგომში მისი გამოშრობა მოხდა. პრობლემის გამოსასწორებლად და მცენარის დასახმარებლად საჭიროა ეგრეთ წოდებული ანტისტრესული პრეპარატების გამოყენება, რომლებიც შეიცავენ ამინომჟავებს, მაგალითად ისაბიონი ან მეგაფოლი ან სხვა მსგავსი მოქმედების სპექტრის მქონე პრეპარატი, რომლებიც ეხმარებიან მცენარეს უჯრედულ დონეზე აღდგენაში და აჩქარებენ ახალი ფოთლების, ანუ ამ შემთხვევაში მზისადმი უკვე უფრო გამძლე ფოთლების გამოტანას. თუმცა მომავალში ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ჩითილების წინასწარი მიჩვევა მზის პირდაპირ სხივებზე, ანუ გადარგვიდან 1 კვირით ადრე მცენარეები პერიოდულად უნდა გაიტანოთ ხოლმე ღია ცის ქვეშ, რომ მოასწროს მცენარემ გარემო პირობებთან თანდათან შეგუება. შემდეგი კითხვა უკავშირდება მარწყვის კულტურას, კერძოდ ესე იგი კითხვა არის ასეთი, რომ მარწყვი იწყებს დამწიფებას, თუმცა ნაყოფი მასობრივად იპება და დამპალ ნაყოფებს აქვთ ობივით ნადები და რით შევწამოთ. ძალიან დიდი ალბათობით ეს არის ნაცრისფერი სიდამპლე, ასე ქვია ამ დაავადებას, რომელიც მაისის წვიმების შედეგად ხშირად სერიოზულად აზიანებს მარწყვს. აქ პირველ რიგში გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, ანუ ის ობი, რომელსაც ნაყოფზე ვხედავთ, შეიცავს დაავადების გამომწვევ მილიონობით სპორას და ამიტომ მხოლოდ წამლობა არ იქნება საკმარისი და პირველ რიგში აუცილებელია, რომ ყველა დამპალი ნაყოფი ხელით იქნას მოგროვებული და გაიტანოთ ნაკვეთიდან. თუ დაზიანებულ ნაყოფებს იქვე დატოვებთ, ამ შემთხვევაში დაავადება სწრაფად გავრცელდება და წამლობა რომც ჩაატაროთ, წამლობის ეფექტურობა შემცირდება, რადგან ნაკვეთში მუდმივად იარსებებს ინფექციის წყარო. წამლობას რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევაში თავ შევიკავებ რაიმე პრეპარატის დასახელებისგან, უბრალოდ ვიტყვი, რომ საჭიროა ისეთი პრეპარატის შერჩევა, რომელსაც აქვს მაქსიმალურად მოკლე ლოდინის პერიოდი და რომელიც მაქსიმალურად სწრაფად, ასე ვთქვათ, გადის ნაკვეთიდან და დიდხანს არ რჩება მცენარეში. რადგან მარწყვის წამლობა აი ამ ეტაპზე, როდესაც ხდება უკვე მოსავლის აღება, დაკავშირებულია სხვადასხვა რისკებთან და შესაბამისად ძალიან ფრთხილადაა საჭირო, თუ მაინც გადაწყვეტ წამლობას, ძალიან ფრთხილადაა საჭირო პრეპარატის შერჩევა და შემდეგ უკვე შესაბამისი ლოდინის პერიოდების დაცვა. შემდეგი საკითხი ეხება კაკალს და კითხვა მდგომარეობს შემდეგში, ანუ კაკალმა ნაყოფი გამოიტანა, მაგრამ პატარა კაკლები პირდაპირ ტოტებზე შავდება და ცვივა და რისი ბრალია. დიდი ალბათობით ეს არის კაკლის საკმაოდ სახიფათო დაავადება, რომელსაც ქვია ბაქტერიოზი და რომელსაც შესაბამისად იწვევს ბაქტერია. ეს დაავადება განსაკუთრებით აქტიურდება მაისის თვეში, როდესაც ტენიანობა შედარებით მაღალია და სიმპტომებს რაც შეეხება, დაავადება ჯერ ფოთლებზე ჩნდება პატარა ლაქების სახით, ანუ ფოთლებს უჩნდება მუქი ფერის ლაქები და შემდეგ დროთა განმავლობაში დაავადება გადადის ახალგაზრდა ნაყოფზე და შედეგად კაკალი შიგნიდან ყება, შავდება და ნაადრევად ცვივა. დაავადების შესაჩერებლად აუცილებელია სპილენძის შემცველი პრეპარატების გამოყენება, როგორიცაა მაგალითად კოსაიდი, ან კუპროქსატი, ან სხვა სპილენძის შემცველი ფუნგიციდი. მექანიზმს რაც შეეხება, წამლობის შედეგად სპილენძი ქმნის დამცავ ფენას, რომელიც ბაქტერიის შემდგომ გავრცელებას უშლის ხელს, თუმცა თუ დაავადება უკვე შორსაა წასული და ძლიერად არის განვითარებული და ბევრ ნაყოფზე შეინიშნება ეს სიმპტომები, შესაძლოა
წყვილენჩემცველი პრეპარატი არ იყოს საკმარისი და საჭირო გახდეს სისტემური ფუნგიციდების გამოყენებაც, მაგალითად სიგნუმის ან სკორის ან სხვა დაავადების წინააღმდეგ ეფექტის მქონე პრეპარატის. ასევე გასათვალისწინებელია, რომ ეს დაავადება, ანუ კაკლის ბაქტერიოზი განსაკუთრებით აზიანებს იმ ხეებს, რომლებიც ზედმეტად არიან გამოკვებილი აზოტჩემცველი სასუქებით, ან აქვს ძალიან ხშირი ვარჯი, სადაც ჰაერი ვერ მოძრაობს. ამიტომ მომავლისთვის მნიშვნელოვანია ხის სწორი გასხლა და ბალანსირებული გამოკვება, რათა მცენარე ნაკლებად აზიანდეს ამ დაავადებით და ნაკლები იყოს ამ დაავადების გაჩენის რისკი. და ბოლო კითხვა, რომელიც ეხება სალათს, ანუ სალათის ფურცელი პირდაპირ ღეროს იკეთებს და ყვავილდება და რატომ არ ეძდება ფოთლები. მთავარი მიზეზი აქ არის გარემო პირობები, ანუ ეს არის არა დაავადება, არამედ ფიზიოლოგიური დარღვევა, რომელიც გამოწვეულია არახელსაყრელი კლიმატის გამო, ანუ სალათი არის ცივი კლიმატის მცენარე, სიგრელის მოყვარული მცენარეა და შესაბამისად, როდესაც ტემპერატურა იმატებს ისე, რომ აჭარბებს სალათისთვის განსაზღვრულ ტემპერატურულ ნორმას, ამ დროს მცენარისთვის ეს არის სიგნალი, რომ მისი სასიცოცხლო ციკლი დასასრულს უახლოვდება და შესაბამისად, ნაცვლად იმისა, რომ ენერგია ფოთლოვანი მასის გაზრდაზე, ანუ ვეგეტატიური მასის გაზრდაზე დახარჯოს, ამის ნაცვლად მცენარე სასწრაფოდ იწყებს საყვავილე ღეროს განვითარებას, რათა დაღუპვამდე მოასწროს თესლის წარმოქმნა. ამ დროს ფოთოლი არამხოლოდ არ ვითარდება, არამედ ის ფოთლებიც კი, რომლებიც ვითარდება, იძენენ მწარე გემოს, უხეშდებიან და ასეთი ფოთლები გამოყენებისთვის უსარგებლოა, რადგან მათში იმატებს სპეციფიკური ნივთიერება ლაქტუცინის კონცენტრაცია. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად პირველ რიგში საჭიროა სალათის მცენარეებს შეუქმნათ მათი განვითარებისთვის ოპტიმალური ტემპერატურული პირობები, 15-დან 20 გრადუსამდე ტემპერატურის პირობებში სალათი ვითარდება ოპტიმალურად და ასევე მნიშვნელოვანია, რომ დაცული იქნას მორწყვის ოპტიმალური რეჟიმი. და გარდა ამისა საჭიროა, რა თქმა უნდა, აყვავილებისადმი გამძლე ჯიშების და ჰიბრიდების გამოყენება. დღეისათვის სულ ეს იყო, რაც ამ პრეზენტაციის საშუალებით მინდოდა მეჩვენებინა. შეგახსენებთ, რომ პრეზენტაციების ეს ციკლი მზადდება Mercy Corps-ის პროგრამის უსაფრთხო ონლაინი, უსაფრთხოების ხელშეწყობა და ქალთა გაძლიერება ციფრულ ეკონომიკაში მხარდაჭერით და ასევე შეგახსენებთ, რომ დაგვიწეროთ კომენტარებში თქვენთვის საინტერესო კითხვები და შემდგომ პრეზენტაციას თქვენი კითხვების მიხედვით მოვამზადეთ. მადლობა ყურადღებისთვის, კარგად ვსანდებოდეთ.